მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებელო. მე გახლავართ გიორგი ტარასელია, დადგა სამშაბათი საღამოს 9:30. ჩვენ ხშირად აქედან ვკითხულობთ ხოლმე ჯარისკაცებს, ადამიანებს, რომლებიც არიან აი ჩემთვის აი სიამაყის განსახიერება, რომელი ადამიანებიც ხშირად რეკავენ ხოლმე აქ და რომელი ადამიანებიც უყურებდნენ ხოლმე ძალიან ხშირად ამ ეთერს და ეხლაც უყურებენ ხოლმე და ეს დამსახურება არის მამა დავითის. მამა დავითი მოვიწვიეთ აქ ჩვენ სტუდიაში ჯარისკაცების უფროსი მოძღვარი. მამაო, დაგულოცეთ, თუ შეიძლება. ერთხელ დაგულოცო და გაკურთხეთ შვილიც. დიდი მადლობა, ჩვენს ეთერში არის მამა დავით ლონდარიძე. შეგიძლიათ დარეკოთ 2388-105-ზე, აგრეთვე Skype-ით ობიექტივი. ძალიან დიდი ხანია ეს გადაცემა მინდა გავაკეთო, იმიტომ რომ ესეთი ადამიანები რაღაცა იშვიათი ღვთის საჩუქარია ის წოდება, რასაც ქვია ჯარისკაცი და მე ამაყება ეს ადამიანები და მიყვარს ეს ხალხი და აი დღევანდელ ამ გადაცემას უძღვნი და აუცილებლად ჯარისკაცზე არ არის გამახვილებული ყურადღება, ჩვენ ყველანი უფლის ჯარისკაცები ვართ და ჩვენზეც არის ეს იგივე ხვალ დაგჭირდეს სიტყვაზე იგივე ჩვენც უნდა გავაკეთოთ და იგივე სიმამაცე და სივაშკაცე ჩვენც უნდა გამოვიჩინოთ და ეხლა ჩვენ შევეცდებით გავიგოთ ამაზე პასუხები თუ როგორ ცხოვრობენ ეს ადამიანები ძალიან საინტერესო არის ას მოღვაწეობენ და ჩვენ რო ესე გარედან უყურებთ ხოლმე იმათ ძალიან დიდი ტვირთი აქვს და მოდით აი მამა დავითისგან გავერკვეთ ამ საკითხში და როგორ ცხოვრობენ ისი ძალიან მაინტერესებს მე პირადად მამო ამდენად აუცილებელი არის ჯარისკაცი რომ იყოს მორწმუნე ადამიანი. ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ სკოლის ამოდი ესე ვთქვათ, მაშინ პიროვნების სისრულეს რელიგიური მისი შინაგანი პიროვნება განსაზღვრავს. წებარას ადამიანი თავის პირობიდან განვითარებას ჰომო აბელისიდან, ჰომო საპიენსიდან მიდის ესე ვითარდება და საბოლოო ჯამში არსებობს ფილოსოფიური ადამიანიც არსებობს, სოციალური ადამიანი არსებობს და არსებობს რელიგიური ადამიანიც. თავისთავად ჩემი აზრით და ზოგადად მეცნიერთა ჰუმანისტების აზრით ეს არის ადამიანი როცა სრულდება თავის პიროვნებაში, როცა ის ახსენებს რელიგიურ შემეცნებას თავის პიროვნების შემეცნებისა. აქედან გამომდინარე ადამიანი რა პროფესიას არ ემსახურებოდეს, მისი მსახურების უმაღლესი რანგი იქნება როგორც რელიგიური კუთხით მისი მსახურება. პოლიტიკოსი რელიგიური პიროვნება, პოლიტიკოსი მორწმუნე, თუნდაც მოდი ავიღოთ ამჟამად სამხედრო მორწმუნე, პოლიციური მორწმუნე, სულ სხვა ხარისხით ემსახურება თავის იდეას, თავის სამშობლოს, თავის საქმიანობას, თავის ოჯახს, თავის ქვეყანას. აქედან გამომდინარე მეომარიც, მით უმეტეს მეომარი, რომელიც არის შეიძლება ითქვას სამხედრო სტრუქტურა არის ხეხემალი ძალა ჩვენი სახელმწიფოსი, ნებისმიერ სახელმწიფოს ზოგადად სახელმწიფოებრიობისა და აქედან გამომდინარე ძალა განსაკუთრებულად წარმოადგენს ძალმოსილებას და ყველაზე უფრო მაღალ მორალური კუთხით, მაღალ ზნეობრივ სიფრთხით, მაღალი მოწყობებით ადამიანობისა, სწორედ მორწმუნე ღვთისამსარებელი მეომარი ემსახურება ამ იდეას ქვეყნის დაცვისა და ერის დაცვისა. ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია პიროვნებისთვისაც და მით უმეტეს განსაკუთრებულად ჯარის თავისთავად განსაკუთრებულია თავისი ფუნქციით ერის წინაშე და ქვეყნის წინაშე ამ ჯარში შემადგენელი ჯარისკაცის სარწმუნოების ხარისხი არ განსაზღვრული ხდება ამ ჯარის ქმედუნარიონობისა რეალურ ომში და სამშობლოდაც ძალიან მნიშვნელოვანია მე ვთვლი რომ ყველა ჯარისკაცი უნდა იყოს მორწმუნე შეიძლება ასე ითქვას. დიახ, მამო, გარკვეულწილად მორწმუნეობა ხომ არ აძლევს ჯარისკაცს გარკვეულ ჟინს ბრძოლისას, აი გარკვეულად რომ ეს სიტყვაზე ადამიანები, რომლებიც სამშობლოში შეეწირენ, რომ ხომ არ იყოს გარკვეულწილად განსაზღვრელი ის, რომ ისინი იყვნენ მორწმუნეები. არ ვიცით, სამშობლოს სამსახური მე ვთქვი, წინა კითხვაში სამშობლოს სამსახური შეიძლება არ იყოს მორწმუნეობითი სიმაღლედან შესრულების სამსახური. შეიძლება ის იყოს კიდევ ვიწრო მოქალაქეობრივი მოწყობების დონეზე. შეიძლება რაღაცა თუნდაც ამ შემთხვევაში იყოს აი პირდაპირ პრაგმატული მოსაზრებიდან რომ შემოსახურად მუშაობ, იმიტომ რომ შეხელფასი ჭირდება შენი ოჯახი არჩინა. განსაზღვრული არ არის ამ შემთხვევაში ჯარისკაცი იბრძვის სხვადასხვა სიმაღლეზე. მაგრამ დავიღოთ რომ ის არის პროფესიული მეომარი და მას პროფესიული ღირსება აქვს. ნებისმიერ მეომარს აქვს პროფესიული ღირსება. მის რა არის ღირსება მეომრისა, რომ არ დატოვოს ბრძოლის ველი და შეიძლება ვერ გაიმარჯვოს, მაგრამ ბრძოლის ველი დაეცეს. ეს მეომრის ღირსებაა.
გარდა ამისა, ხა ჩვენ ახლა მეორე ღირსებას არის რომ მეტოქის თუნდაც დანდობა ამ შემთხვევაში და ღირსეული თვისებების შენარჩუნება, წაქცეულის არ დარტყმა და ჩვენ ქართულები ვიცით ისტორიიდან ვიცით ამ სახელმწიფო გვისაუბრია. მეომრული ღირსება ზოგადად ერთია ნებისმიერ აღსარებული მეომრობისათვის. ეს იქნება დაუშვათ ერთი აღსარებელი მეომარი თუ მეომარი აღსარებელი. თუ ისინი ღირსეული მამაკაცები არიან და მეომრები არიან, მათთვის მეომრული ღირსება რჩება ერთ სიტყვაში. ამ შემთხვევაში მოდი ვთქვათ სარწმუნოება არ განსაზღვრავს ამას, მაგრამ ხო ვიცით რომ ნებისმიერ სარწმუნო თავის ზნეობრივ შემადგენელი აქვს, სეგმენტი აქვს. აქედან გამომდინარე ჩვენ თუ ვამბობთ რომ მაგალითად ქრისტიანი მეომარი იბრძვის და ის იბრძვის აი ამ ნიშნავს შეიყვარე მოყვაცი შენი და შეიყვარე ტერი შენი, რა თქმა უნდა ის უფრო ჰუმანური და მობიერი იქნება. თუ არის სხვა მაგარი რელიგია რომელიც ტრის განადგურებაზე ორიენტირებული თავისი ზნეობრივ შემადგენელ მის რელიგიისა, რა თქმა უნდა ის უფრო მკაცრი და სასტიკი იქნება და დაუნდობელი იქნება ტრის მიმართ. თუმცა ყოველ შემთხვევაში მეომარი ვალდებულია გაანადგუროს მისი წინააღმდეგობი ჯარი, რომელიც მის წინააღმდეგ მოდის და მოიმართება. და ეხლა ერთ შემთხვევით ვამბობ ეს არის დაუშვათ მეომრის ღირსება, რომელიც ვალდებულია ატარებს თავისთავად მეომრის ღირსებას. მაგრამ მეომრის ღირსებას თავისთავად ახლია ერთი სისუსტე, რომელიც ყოველთვის აქვს პირადთან დაკავშირებული თავის ღირსებებს, ეს არის სიამაყის შეიძლება გადაიზარდოს და მეომარი ამ შემთხვევაში რომელიც სიამაყით იხსება თავის მეომრული მიღწევებისა არ შეიძლება არ როდისღაც რაღაც შემთხვევაში, ომის შემთხვევაში უამრავ შემთხვევებია, არ დაასუსტოს ამ პირად ძალადე დაყრდნობამ და შეიძლება ბოლომდე ვერ შეასრულოს თავის მოვლენებს, იმიტომ წინ უკვე მოდის, როცა გება სიკლის ცეცხლი წინ მოდის რაღაც მომენტი ესეთი, რომ ღირსი აზრი აქვს, ამ კითხვები უდმოდ გესმის ადამიანს. და ეს საკუთარი თავის ღირსებების დაცვა, საკუთარი სიამაყე მეომრობისა არ მოგცემს იმის საშუალებას, რომ უფრო მაღალს მოემსახურო და შეიძლება შეჭერეს რაღაც ეტაპზე და არ შეასრულოს შენი მისია. ადამიანი რომელიც მსახურება, მოდი ვთქვათ ამ შემთხვევაში სამშობლო იდეა უფრო მაღალი იდეა მსახურებისა და აქედან გამომდინარე ამ იდეით აღჭურვა ადამიანი არა მარტო მეომრული ღირსებით, არამედ სამშობლო იდეით აღჭურვა ადამიანი, რომელიც იცავს თავის სამშობლოს, რა თქმა უნდა, უფრო მაღალი მონდომებით იბრძვის და უფრო მეტს იბრძვის და მეტს გაიღებს. მაგრამ სულ სხვა რა ადამიანი, რომელსაც იბრძვის თავისი უფლისთვის, თავის ქრისტესთვის, რომელსაც ის ჯვარზე სისხლით გამოისყიდა, რომელიცთვისაც იგი მოუკვდა, რომლის წინაპართა ათასეული თაობები ამ იდეას შეეწინენ ქრისტიანობისა, იბრძვის რა უფლისთვის, იბრძვის სამშობლოსათვის, იბრძვის თავისი მეომრული ღირსებით და მეომრული პროფესიონალიზმით, მაგრამ აი ის იდეა ღვთისმსახურისა მას განსაკუთრებული ძალმოსილებით აღჭურვავს და არაძლევს მას საშუალებას გამოამლოს თავის თავში არც ადამიანური სისუსტე, არც სამშობლოსათვის მარტო დამოკიდება, რამე თუ მის იგი იბრძვის ამ სამშობლოსათვის იბრძვის ზეციური სამშობლოსათვის, ზეციური იერუსალიმისათვის, რომელიც უფრო მეტია ვიდრე მიწირი სამშობლო მისი. აქედან გამომდინარე, მისი ძალმოსილება მსახურებისა განუზომოდ მეტია, თავდადებაც განუზომოდ მეტია და ეს არ შეიძლება საკუთარ თავში საკუთარ თავის სიამაყეს, არ უნდა სისუსტეს და ბზარს. ეს არის სამსახურება აბსოლუტურად უზენაესისა, აბსოლუტურად შენი სამშობლოსი და შენი მოყვასის, აქ შენ თავი აღარ არის. ესეთი მსახურება მარტო მაქსიმუმ მსახურებაა ღვთის წინაშე და სამშობლოსათვისაც. დიდი მადლობა. მამაო, ის ადამიანები, რომლებიც სიტყვაზე ხელფასის გამო არიან და შემთხვევით შეეწირებიან, აი რაღაცა სიტყვაზე საზღვარზე რაღაცა ან აღმეა ოფეთქებათ რაღაცა. ჩვენ ვიცით განსაკუთრებულად, რომ ჯარისკაცები აი რაღაც განსაკუთრებული შემთხვევებით ხვდებიან სასუფეველს დაიმკვიდრებენ, ხო ფაქტიურად, ხო და ჯარისკაცს ყველაზე დიდი შანსი აქვს, მე მგონი ამ ქვეყნად სასუფეველის დამკვიდრებისა, იმიტომ რომ თან მართლმადიდებელი რო ხარ, თან 80% უკვე ფაქტიურად გავლილი გაქვს, რო იცავ რა შენ მამოს და სარწმუნოებას. მამაო, ის ადამიანები, აი როგორ შეიძლება და სად ხვდებიან, აი ვიცი რომ ეს ღვთის საქმეა, მაგრამ მიახლოებით, აი ხომ მიხდით, აი სიტყვაზე ან ანგარებით, ან უბრალოდ ხელფასის გამო შემთხვევით რო იღუპებიან, შეეწირებათ ეს ღვთის წინაშე. ცით საკითხი გაკოლწილად შეიძლება პერსონალური მიდგომას ითვალისწინებს თავის. ჩემთვის მაგალითად მეომარი რომელიც იბრძვის სამშობლოსათვის, მოვიდეთ თუნდაც იმ ნიშნით, რომ რაღაცა მატერიალური მოგება ნახოს და თუნდაც თვითრეალიზაციას მაგან არ მოხდა მისი, უამრავი ვინახავს, რომელიც რაღაც სხვა მიზეზით და მიზნით მოვიდა შერეულ ძალებში. შეიძლება არც აპირებდა სამშობლოს სიკვდილს, ეს არ არის აუცილებელი, მისი სხვა მიზანი აქვს მას. იგივე პრაგმატული მიზანი ხელფასის და ოჯახის მარაგებისა და ასე შემდეგ. უბრალოდ სკოლისა მე მინდა გითხრათ, რომ ჯარში როცა მოდის ადამიანი ხდება რა გარემოში გარკვეულ თვისებებს იძენს. ის თვისებები, რომელიც მასში ამ ვაჟკაცობად კაცობას ღზდის. მithumedes ჩვენ მე მინდა დღევანდელი ჩვენი ჯარი ვახსოვს ჯარში, სადაც დღეს განსაკუთრებით აი მე ახალ ხელისუფლების პირობებში ვლაპარაკობ, სადაც მაღალი სამართლიანობით მოვიდა ეს სტატუსი და ხელისუფლება დღევანდელი. სადაც
ამ ხელისუფლება განსაკუთრებულად გააქტიურა სამხედრო მოძღვართა ინსტიტუტი და მოგწონს საშუალებებს და მაქსიმალ დავიხარჯოთ ჩვენ შვილებთან და მავთენ მივცეთ მას ის საოცარი საკვები, სულიერი საკვები, რომელიც მათ ჩაოლებრივ, აი ესეთი მომენტად ვიწყე ამ სიმაღლეს სოფლის ბიჭებისგან, რომელიც მოვიდნენ და ან თანხა ჭიდებოდათ, არ ვიცი, ეყიდათ რაღაცა საქონელი, ან ეყიდათ მანქანა, ეყიდათ ტრაქტორი, არ გადაიცნენ მოჩვეულები ჯარისკაცება, რომელიც მათი გაცოცხლა იდეა სამშობლო სამსახურისა. ვიტყვი იმასაც, რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება ჩემს საყოველთაოდ. ღვთისმეტყველო ხელი წარმართავს ყველაფერს, მისი მოსვლა ამ აქ რადგან მოვიდა აქ და უკვე მოვიდა მისთვის მან იცის რომ შეიძლება შემოგვდეს. ეს ხო მან ყოველთვის იცის შეიძლება მოგდეს. თუმცა სამაგო სამსახური შეიძლება უმრავლე შემთხვევაში გამოიწვიოს რაღაცა პირობითა შემთხვევა, მაგრამ აქ როცა მოდის და იქ ამ იდეას სამსახურება, იდეას სამსახურში ჩამდგარი კაცი, როცა მიიღებს მონაწილეობას სამშობლო დაცვაში და იქ გარდაიცვლება, ეხლა ის ადამიანი ჩემთვის ნამდვილად გმირია, სამოქალაქო გმირი, მოდი ესე ვთქვა. და ის ადამიანი თუ მაინც და მაინც კიდე არ ამჟღავნდა რელიგიურ განსაკუთრებულ მაღალ მოწოდებას და მაღალ კულტურას, მე ვამბობ ამას ესე, რომ როგორც არის ეკლესიაში ცნობილი, ნათლობის ორი ფორმა არსებობს, ეს არის წყლით ნათლობა და სულიწმით ნათლობა, არსებობს სისხლით და სულიწმით ნათლობა, მე ამ ბიჭებს ესე ვთვლი, ისინი სულიწმით და სისხლში განიბანენ და მოინათლენ, ჭეშმარიტად წმინდანები გადადიან ზეციურ სასუფეველში, რამე თუ დადეს სული ზეციურ სასუფეველისათვის და სამშობლო ქრისტიანული მიწისათვის. ეს საკამათო არ უნდა გახდეს. მე არ მგონია ვინმე ამას კამათობდეს. ეს თუ ეხლა ჩვენ დავდგებთ და თეოლოგიურ კუთხით ვიკამათებთ ამას, შეიძლება უამრავი კითხვა ეჭვი გაჩნდეს, მაგრამ ჩვენ ეხლა მე ჩემ თავზე ვლაპარაკობ, არ თეოლოგი ვარ და ღვთისმეტყველი არა ვარ. ჩემთვის ეს არის ცხოვრების ჩემი გავლენის ეტაპი 200 წლეულის არამის და ის რაც შემდგომში 200 წლეული აი ამ ღვთის სახელით იმსახური შეერგო ბრძოლებში და ვიცი რომ ნამდვილად ბიჭი რომელიც იწირება ჭეშმარიტად წარმოადგენს გამზადებულ უკვე ჭურჭელს იმისათვის რომ უფალმა შეიწიროს ესეც სასופელისათვის და განწმინდა რა ის ამ სისხლით მისი ტკივილების რაც ომში ჭირდება მას და გადაიყვანა უკვე მისთვის გამზადებულ წინას და განზრახულ ადგილში რაც უფალმა მისთვის განიგულა, იმიტომ რომ ხოლმე უფალმა იცის ჩვენი წარსული მომავალი და აწმყოს ყოლს, ადამიანს თავისთავად ეს არაფერი არ იცის, მაგრამ უფალმა იცის რომ იგი განწმენდელი გავიდა, მას მომზადდა ადგილი და გაიყვანა. იგი სამოქალაქო პლანში გმირია და ჩვენთვის ზეციურ საქართველოსთვის ჭეშმარიტი ქართველი წმინდანს დასში შეერთებული მის ზეციურ წინაპრებს. დიდი მადლობა, ზარი შემოუშვათ თუ შეიძლება, მადლობა მომავალ პასუხისთვის. გისმენთ? საუბრობთ. მოგესალმებით. იცით, აი როგორ შესაძლებლობა ათწლებაში არაკაც თქმა და ომში მონაწილე. მე მესმის რომ ეს პატრიოტული ხსრობადოსა შენ სამშობლოს იცავ და აი როდესაც არის ომიანობა აი ქრისტიანები იყვნენ ფრანგები, გერმანელები, ფრანგები, ეს იტალია, ევროპა, ეს ამერიკა, ქრისტიანები, ჩვენ ყველა ქრისტიანები ვართ, ჩვენ ვართ მართლმადიდებლები. მაგრამ ამ დიდ ომში, რომელიც იყო, რასაც ადრე ეწოდა სამნულ ომი, უამრავი ქრისტიანები, ეს ცოდვან ეთვლება თუ არა ჯარისკაცს. დიდი მადლობა. ისეთ ძალიან მტკივნეული თემაა და ყოველთვის ისმის ეს კითხვა. მე არ მახსოვს აი მისია წასული ავღანეთში, ერაყში, თუნდაც აქ ამ მოსული ბიჭების, როცა ამ სწავლის პროცესში ყალიბდები ჩვენ ერთმანეთს ვესაუბრებით, ეს ესეთი ცენტრალური თემა ხდება ხო თავისთავად ამ თემის გარშ გვერდს ვერაული ბიჭებთან ურთიერთობის ფორმატში. ძალიან მტკივნეული თემაა, მაგრამ მე მაინც მგონია თუ ამ თემაზე გარკვეულად პასუხი გასცა ჩვენმა წინაპრებმა თავისი ჩვენ ისტორიული ცხოვრებით და გასცა ეკლესიამაც გასცა ამას საკეთოთ. გააჩნია რა დრო იდგა. ხა მე ჩემს რადიო მსმენელს და ტელევიზიით ვიყურებს ამ შემთხვევაში ეკლესიაში არსებობდა რამოდენიმე ეტაპი ეკლესიის განვითარებისა. ერთი იყო 60 სკოლა ეტაპი, როცა 60 სკოლები გადაგედა, როცა ეკლესია შემდგომში ჩამოყალიბდა და მას ფორმატ როგორც ინსტიტუციური ფორმით ჩამოყალიბდა და გათავისუფლდა ზეწოლისაგან და თუმცა აი დღევანდელი თო რომელიც ახლა გაკვირვებულად სხვა ფორმატში მსახურობს ჩვენ ეკლესია. ეკლესია როცა იყო და სახელმწიფო რელიგია და მაშინ სხვა სიტუაცია იყო, დღეს როცა ეკლესია სახელმწიფო რელიგია აღარ არის, ეკლესია მუდმივად თანამედროვეა. ეკლესია არ ბერდება, იმიტომ რომ ჭეშმარიტებაა შემოკარგო. ამიტომაც როცა ვიტყვით, როცა მაგალითად პირველი 60 ეტაპი იყო და რომის იმპერია არსებობდა და ქრისტიანები ჯარში არ მიდოდნენ, იმიტომ რომ არ მომსახურებდნენ რომის იმპერიას. იმიტომ იქ აიძულებდნენ მათ სხვებს შეწირვას, რომელიც შედიოდა ამ რიტუალურ ფორმით ჯარის ყოველდღიურ ცხოვრებაში და ამიტომაც და უამრავი საკერპო საკლავი იკლებოდა იქა და ამიტომ არ იყო ეს ფორმა მიღებული ჯარში მსახურებისა ქრისტიანებთან გაურბოდნენ ამ მსახურებას. თუმცა ჯერ კიდევ იმპერატორების პერიოდში თუნდაც წმინდა გიორგი ავიღოთ თქვენ იცით კარგად, დეკლეტენს რომ დემნელის დროს მონაწილეობდა როგორც ქრისტიანი კაცი მონაწილეობდა უამრავ ომებში და იყო კიდევ დაწინებული მხედარი და ხალხი თუ არა მისი მხედრული ნიჭი და მისი მხედრული მკლავი გამორჩევით, მაგრამ ვერაფერთა შემთხვევაში მას ვერ დააწინაურებდნენ.
თუმცა კიდევ ისე ხარ შემთხვევაში მას ესე გარედან ჯვარი არ ეტარა და არ გამოხატავდა იმას რომ მე ქრისტიანი ვარ და ასე შემდეგ. დადგებოდა დრო შინაგანი აი კათარზისი მოსული საოცარი სიმაღლე დასული შენი ღვთის სიყვარულისა, უფალი ყოველთვის აძლევს შანსს ქრისტიანს, რომ დაადასტუროს, ანუ სწამოს, ანუ ეწამოს და დაამოწმოს ქრისტე და ამ შემთხვევაში როგორც ჭეშმარიტი მოუმარი წმინდა გიორგის ფორმით მრავალი დაიღუპა, მათ შორის ქართველთაგანი, რომელმაც სამშობლოში დადეს თავი. ხა რაც შეეხება მათ შეთავსება არკაცკლა რა თქმა უნდა ომშიც კი შენი თანამოწინააღმდეგის მტრის მოკლაც კაცის კლა ამას ჩვენ ამას ჩვენ პირდაპირ ვამბობთ მტრის ციკლით კაცის ციკლია და შენც ვალდებული ხარ იმ კაცის ციკლი განიცადო ის როგორც კაცის ციკლის ციკლი ეკლესია მას ამოვდა და ბასილი დიდი თავის ერთ დიდ კანონში ითვალისწინებდა ესეთ მომენტს რომ რადგან მეომარი მოუხდებს ქრისტიანი მეომარია და იმსაც თავის სამშობლოს და თუნდაც წარმართებს წინააღმდეგ უწევდა ბრძოლა და წარმართებში ომში მან კაცი მოკლა რადგან მისი ხელები არ იყო სულთ ანუ სისხლით უნდა დასული ხელები 3 წლით განაყენებდა ზიარებიდან თუმცა ეკლესიამ ეს არ მიიღო არ მიიღო თქვა რომ წელთა და რიცხვთა ასტრონომიულ რიცხვთა რაოდენობა არ განსაზღვრავს მის სინანულის ხარისხს ამაში განსაზღვრელი შეიძლება მისი შინაგანი ხარისხის სინანულისა ადამიანი ვალდებულია მტერიც რომ მოკლას ის რადგან მოკლა მან ადამიანი ვალდებულია ღრმას ნანობდეს მას ისე როგორც მას ეკლესია მაგალითად კაცის კვლას ადრე განაყენებდა 25 წლით და 25 წლის განმავლობაში ნენელა შეყავდა ეკლესიაში გაყენებული ადამიანი ჯერდიგა კარიბჭის მოტირალი ერქვა და ყველამე კაცი მოკლა და ნენელა შედიოდა 5 წელი შედიოდა ეკლესიაში და 25 წლის მერე მასალდებდა ზიარების უფლებას თუმცა ამ შემთხვევაში კიდევ ეს არ არის ესეთი დოგმატური საკითხი ეს არის საკითხი რომელიც ეხება ადამიანის შინაგან სინანულს შეიძლება ადამიანი ისე ნანობდეს ამას რომ მოძღვარმა ერთ თვეში შეამჩნიოს მაშინ უდიდეს სიღრმე სინანულისა და მიიღოს დაზიაროს ვერ დაველოდებით ამ გაყენებას 25 წლისა არ არის ეს აუცილებელი ფორმა ეს არის რეკომენდაციული ფორმა რომ თუ ადამიანის არ აქვს განკუთვნილი სინანულობა დროში მოხდეს მისი სინანული აღზრდა რაცა მივიდეს იქამდე თორე თუ ადამიანს აქვს სინანული შეიძლება მოკიდებით მაგრამ რამოდენიმე თვიანი გაყენები თუნდაც ეწლიანი გაყენების შემდეგ მან ზიარების სახე მიიღო თუმცა ეკლესიამ არ მიიღო ეს კანონი და თქვა რომ ეს კანონი არ გამოხატავს მთელი ეკლესიის აზრს და ეს კანონი არ გამოხატავს ეკლესიის არსი მის დამოკიდებულებაში ამის მიმართ. ეს მხოლოდ სიმკაცრე იქნებოდა და ამიტომაც კიდევ არ შევიდა კანონში და ეკლესია სხვა კუთხით გააგრძელა ესა. რაც შეეხება კაცის კვლას მე გითხარით, აუცილებლად უნდა მოინოს ადამიანმა ამას ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცი ამ ომში ყოფილი ჯარისკაცი რომელიც იქ არის, ყოველთვის იყო ხომ ამიტომ საჭიროება არის მოძღვრები ახდნენ თან, ეს პირდა უშუალო საომარი ოპერაცია იქნებოდა თუ სხვა სიტუაციები რომ დაკავშირებული იქნება ბრძოლებთან და შეხლა კაცის განადგურებთან დაკავშირებით ყოველთვის ყავდა მოძღვრები. ყველა კონფესიას მათ შორის, იმიტომ ყველა კონფესიის კაცის კლა ითვლება კაცის კლად. ხამით ძირეულ რელიგიებზე ლაპარაკობ ამ შემთხვევაში და ასე რომ ბოემარს რჩება პირადი მისი პასუხისმგებლობა ამ კაცთან დაკავშირებით, რაც შეეხება მის როგორც სახელმწიფო მოღვაწის მოღვაწეობა, რა თქმა უნდა მისი მოვალეობაც იყო შეეჩერებინა ტერი და გაინადგურებინა ესე. მე დიდი მამის ეგრატე ბრანჩანოვის სიტყვას მოვიტვა, რომელიც მას კარგად იცოდა ახლა არსი ადამიანის სიოცხლისა, ციკლისა და ჩვენ უდიდესი პატივისცემით ვიხსენებთ მას. ესეთი სამი თეზისი დაუდგინა მან ჯარისკაცებს. აი ხომ საოცარი მომენტია. პირველი შეიყვარე უფლის შეიძულე უფლისტერი ეს ცოდვაზე ლაპარაკი ჯარისკაცი უნდა შეიყვარე შენი მტერი შენი მოწინააღმდეგე შენი მოპაექრე ვინც დგას შეიყვარე უნდა არ შეიძლება სიძულვით კლავდე ეს სიძულვით კი აკლავს ქრისტიანი ის სიყვარულით იცავს თავის სამშობლოს სიყვარულით იცავს თავის ერს უფრო მეტი განადგურებისგან უფრო მეტი სისხლისაგან ეს უნდა შევიყვარო სხვა შემთხვევაში არ გამოვა ეს შენ ვერ გახდები ქრისტეს მეომარი თუ აპრიორში უკვე გძურს ის ვიღაცა ვისაც მიდიხარ კი არ გძურს ის ვიღაცა აბსოლუტურად არა ის ამას იცავდა იმიტომ მას ეომები და იმას მიმართ მოყვასის გზნობა უნდა კონდეს ეს თუნდაც რაინდული კანონია არ შეიძლება სხვანაირად და თუნდაც სიძულის გზნობა შენშივე ანადგურებს ნამდვილ მეომარს და ხდები ბოევიკი რაღაც დაქირებული რაღაცა აზრის მიმართ თუ რაღაცა ცნობის მიმართ და მესამე იყო ესეთი ფორმა ებრძოლე შენი სამშობლოს მტერს ხა სამშობლოს მტერი შემოსაყვარლო შეიძლება იყოს მოდი პირობითად თქვათ ეხლა შეიძლება ეჭიროს ხელში არ ვიცი ნებისმიერი დროშა შეიძლება ამ დროით დროშაზე ჯვარის იყოს გამოსახული როგორც კი მტერია ის
როგორც გადმოვა რომელიმე შენ საზღვარს, შენ სამშობლო საზღვარს, იგი უკვე მტერი ხდება შენთვის, იგი გამანადგურებელი ხდება შენი ერისა, შენი კულტურისა, შენი ტრადიციისა და ჩვენ ნახეთ რომ ეს არაერთხელ გვინახავთ ჩვენ ქონდა ბიზანტიებს, ომები ქონდა რუსეთთან ომები და ჩვენ დავინახეთ, რომ ამ შემთხვევაში რელიგიურობა არ არის გამსაზღვრელი, შენი ხდება გამსაზღვრელი შენი სამშობლო და შენი სამშობლოს დამოკიდებულება ამ მომხდულთან. თუ ის გადმოლახავს საზღვარს, რა დროშაც არ მომიჭერს ხელში რა აღსარებელიც არ უნდა იყოს, შეც მტერი ხდება და შენ ვალდებული ხარ იგი შენ სამშობლო დაიცვა და ნებისმიერ მტერი მტრულ საქმეს აღასრულებს. და ჩვენ ახლა მე ვეუბნები ხოლმე ჯარისკაცს აი ამ სამ თეზას განუმარტავ რა ამას ამისთვის იყვნენ ფხიზლად შეასრულონ ის ამოცანა მათ სამშობლო ერმა მიანდო რომ ნებისმიერი მტერი რომელიც მათ ემუქრება განადგურები და კულტურის და ასე და ასე შემდეგ განადგურებას უნდა საზღვარზევე განადგურდეს ან და დაუშვათ ჩემს ცივს ხელზე გადმოაბიჯოს ეს არის ღირსება მეომრისა და ამას უნდა იცოდეს ქართული ეს იყო ჩვენი წინაპრები კიდევ ვიზა ქონდა ჩვენ ომებთან სხვა ქრისტიანულ სახელმწიფოებსათანაც ეს იყო პოლიტიკური მოტივი რა თქმა უნდა და თუ სახელმწიფო რომელიც შენ საზღვრებში იჭრება ის ხარ შეიძლება ძმურად შემოიჭრას არა ის მოდის პრულად ახლა შენ სახელმწიფოს განადგურება უნდა ესე იგი შენ სახელმწიფო ერთად შენი ეკლესიის განადგურება უნდა და შენი ეროვნულობის განადგურება შენი თავის განადგურება უნდა აქედან გამომდინარე შენ ფიქრი იმისა რომ შენ კლავ და პირობითად ვაპარო არაფერი მნიშვნელობა არ აქვს შენი მინდა ხდება თუ წარმატ იქნება და უშუალოდ თუ სხვა აღსარებები თუ ქრისტიანი თუ შენ მტერია შენ ვალდებული ხარ შენი ამოცანა შეასრულო ჯარისკაც არც მომიტევეთ ეს შეიძლება პირადი საკითხები იყოს პირად ურთიერთობაში ჯარისკაც შენ ბევრი რამე ემოციურად გითხრა და უშუალოდ მექნა არ მექნა მაგრამ ის როცა იდგას წარმოადგენს თავისი ერის ფარსა და מחვილს რომელიც ვალდებულია გამოიყენოს არისკაც რომელიც თავის ერის მიერ ხელში მიცემ ფარსა და מחვილს არ გამოიყენებს და სხვა თუნდაც რაღაცა რელიგიური მოტივები აქვს და სხვა პოლიტიკური მოტივების გამო არ გააკეთებს ამას მაშინ ის აღარ არის ჯარისკაცი მაშინ სხვა არჩევანი გააკეთოს იმან დგება დრო როცა ჯარისკაცი ამას ღრმად ჩაუფიქრდება გავარაცხლები ხანძრები ბრძოლების 10 წელი 20 წელი 30 წელიწადი და უამრავი ჩვენი წინაპართაგან ვინც ეს გზა გაიარა შედის ღრმა სინანულში ხდება რომ მისი სამშობლო სამსახურმა მოითხოვა რა ესეთი მსხვერპლი მასზე როგორც ადამიანზე ტკივილად დაისახა ტკივილად დაჭრა მან ამ მდგომარეობამ მისმა ბრძოლისმა პერიპეტიებმა და ბევრი მონასტერში გამხოლოებულა გასულა ტირილი ჩამოუბანია ეს სისხლი მის მკლავებიდან და დამიდოდა ის ადამიანი იყო თანაბრად ტიროდა ის კიდევ ვიძახი არაბს ეომებოდა თურქს მონღოლს თუ ქრისტიანს მაგალითად ბიზანტიას თანაბრად ტიროდა სამი მის მიერ მოკლულ თავის მოყვალს ძალიან დიდი მადლობა მამა ას არ შემოუშვებ კიდე ეთერში გისმენთ შენ ეთერს ივარგენოთ დიახ მამაო დიახ გისმენთ მამაო შენ მათადა სახეს შენაცვალე ერთი კურიოზი მინდა მოგიყვეთ რა უთეკ დიახ ისა თუ არის მის კარგად და თუ შეიძლება შემდეგში თუ დარი ალო გაითიშა მამო არის აი ეს მსმენია რომ ადამიანების სიტყვაზე როგორც რაღაცა ალყაშიანენ რაღაცა ერთი ადამიანი ან ორი ადამიანი მიდის და ეწირება ამ ამბავს აი ეს ამდენად მიღებულია ჯარისკაცის აი როგორც აი თავს რო იფეთქებენ ხოლმე სხვა გზა რო არ არის და ეს შემთხვევები რამდენად მიღებულია მამაო და რამდენად შეეწირვების ეს აქცია ჩემო საყვარელო ვერანაირად ეკლესიას ამას ჩამოყალიბებული აქვს თავისი აზრი და ვერანაირად ვერ შეცვლის იმიტომ ეკლესია არ არის დროის მსახური და გარკვეულ დროის კონტექსტში საზოგადოება როგორ განიხილავს ამა თუ იმ საკითხს ამის გამო ვერ იმოქმედებს და ვერ შეცვლის თავის არის ჭეშმარიტება არის გზა ეს ქრისტემ გითხო თავის სახარები და ჩვენ მას ვერ შეცვლის თუმცა და ვადასტურებ იმას რომ ისაც ქრისტეს სახარებაში წერია ბრძოლის ფერზე უპირობოდ სრულდება ეს არის სულიერი კანონი რომელსაც ვერაფერი ვერ შეცვლის ეს არის ქრისტეს ჭეშმარიტება რომელსაც ვერანაირ დრო ვერ კორექტირებას ვერ შეიტანს მე თუ ყოფილვარ ეს სიტუაციაში და ვიცი თუ რას წარმოადგენს ეგეთ მომენტი ხო მომიტოვში მომამრავ ჩემ თანამებრძოლმა თუ შემდგომში ჯარისკაცმა თუ ოფიცერმა რომ თუ სხვა ვინც ამ ბრძოლებში მიუღიათ მონაწილეობა და მსგავსი შემთხვევები ან უფიქრიათ ან გაუკეთებენ და უნახიათ მე თუ ვატარებდი ამ საბრძოლო ყუმბარას ხელით რომ თქვი არ ჩავბარდები მე თქვი დავშვა თუ რატო ჩამარდებოდა და რა იყო ჩემი ამის მიზეზი რატო მე მაშინდელად ტყვე ჩავარდეს იმ ტყვეობაში იქ ახლა ადამიანს განსაკუთრებულად მძიმე დარტყმები აქვს ფსიქოლოგიური, სულიერი, ფიზიკურიც და ამის მე მივხვდი ბოლოს ამის
მოთმენა გამიჭირდებოდა მეგონად, ამიტომ ატარებდი და არ ჩაბარდებოდი. ამიტომაც ქრისტიან არც ერთ შემთხვევაში არ მოაკეთებდეს ამას. ეს უნდა მიენდოს უფალს, თუნდაც ეს ტყეობა იყოს, უფალმა თუ კიდევ უფრო მძიმე და ბრძოლის ველზე სიკვდილზე უფრო რთული ახალ ტყეობა, ჩვენ უამრავი სურათებიც კი ვნახეთ 2008 წლის. ეხლა პრეზიდენტმა დააჯილდოვა ის ვაჟკაცი, ქართველი კაცი, ღირსებით იდგა, რა ღირსებით იდგა სიმაღლეზე და რა პატარა კაცები დადიოდნენ მის გარშემო საოცარი კონდრის კაცები, რომელმაც ვერ გატეხეს ვაჟკაცი კაცის გული. ის კაცი ჩააბარდა უდიდესი პატივი, აი ამის გადატენის მეშინოდა. ამიტომაც ვატარებდი ამას, ამიტომაც მზად ვიყავი რომ ეს გამეკეთებინა. მე მივხვდი სილაჩრე იყო და არა, თავშად გიმირობა და ამიტომაც დავთმე ეს ყველაფერი და ბოლოში ამან უფრო მე რაღაც საოცარი შინაგანი აი წონასწორობა და ბალანსი შემძინა. ვიცოდი რაღაც ეს ვითომ იყო რაღაც კარგი ვაჟკაცური რაღაცა მეომრული, მაგრამ სიდისი ამბობდა რომ არა რაღაც თანხმობაში არ იყო რაღაცა. როგორც ეს გავაკეთე, იცი დადგა რაღაც სისრულის მომენტი რომ მივხვდი რომ ეს სწორედ ის იყო, რაცაც ჩემი შინაგანი სული არ ეთანხმებოდა. ეხლა მართლაც ვიძახი, თუ დაუშვათ უფრო მოინდომა, შენ უფრო მაღალი მოწოდებით გმირობის ასპარეზზე შეგიყვანოს, შენ ვადებული ხარ ჩაჭირო მასხელი და შეხვიდე გმირობის უფრო მაღალი ასპარეზზე, ასეთ ტყეობა ნიშნავს. ტყეობაში გაძლება ბევრად უფრო დიდი გმირობაა, ვიდრე მე დამიჯერეთ ბრძოლის ველზე გმირობის ჩადენა, სადაც ბრძოლის ჟინია, ბრძოლის ეს ენერგია, ემოცია და ეს ერთი რაღაც საოცარი სივრცე შედიხარ და იქ როცა ყოველდღიურად გიწევს იგივე გმირობის დამტკიცება, რაც შეიძლება ერთხელ ჩაიდინო ბრძოლის ველზე და ასე შემდეგ. ამიტომ თავისთავად თავის განადგურება არ იქნება სწორი და უარის თქმა იქნება იმაზე, რაც უფალმა მაღალი მოწოდებით მოგიწოდა. ამიტომ მე ურჩევდი სულ ეს მეთოდი ეს დაუშვათ რაღაცა ფორმისა, მტერთა ბრძოლისა ამოიღონ თავის ასპარეზი და მიენდონ უფალს და შევიდნენ კიდევ უფრო მაღალ მოწოდებით გმირობისა და იქ დაამტკიცონ თავის გმირობა. თუ უფალს ისინი მზადარიან სიკვდილისათვის, იქაც გმირებად გარდაიცვლებიან და მიცვლებიან. თუ ისინი არ არიან, კიდევ ვიძახ ამ მაღალი მოწოდებით გმირობისა, შეიძლება ის ბრძოლის ველზე დაეცენ და უშუალოდ და ხა მე კი ვიძახი ის უფრო დიდი გმირობა, პატარა გმირობა. უფალმა ეს მაგონებს ორ ჭურჭელს, რომელშიც ერთი დიდია დაუშვათ ქვევრია ან ჭურია, მეორე პატარა ჭიქაა. თუ ორივეს შევავსებთ, ორივე სავსე იქნება. აი ესეთი მდგომარეობაში არის ადამიანი. ის გმირობა თანაბარი გმირობაა. ხა რომელი შეიძლება შევადაროთ მაგალითად იქ ცხაძმა ხეხეულიძის გმირობა და აი ამ ბიჭის გმირობა, რომელიც იქ რუსებმა თუ ჩვენმა ოსმალთანა მოქალაქეებმა საოცარი სისადიკი დაწამეს, ხო ვერ შევადარებთ ამას. თანაბარი გმირები არიან, თანაბარი სამშობლოსთვის და უფლისთვის დაყუპულები, რომელსაც არც სამშობლო ფეხი დაადგეს დროშას და არც იმ დროშას შენეწოდა მე ჯვარი იყო გამოსახული და იმ დედასავით რომელიც ბოლომდე ცხადმას ატარა ეს დროშა. აი ესეთია გმირობის ფასი, ძალიან ძნელია. მე მაინც გითხავდი, წინასწარ მომზადება, რა თქმა უნდა, ჭირდება ჯარისკაც, მაგრამ დგება დრო, როცა იქ უკვე შენი მომზადება აღარაფერს გეუბნება, იქ ღვთისხელი წაგმართავს და უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ნუ ვიზავთ იმას, რაც არ წერია სახარებაში. ადრე თუ გვიან ის ჩვენ თვითონ გახდება ჩვენი დამამკოლებელი. უფალმა აგრძალა თვითგანადგურება, თვითკვლელობა და ჩვენც უნდა ვიყოთ აი ამისთვის მზად, თუ მოგვიწევს ეს რაღაც არ გავაკეთოთ და ჩვენია კიდევ ვიძახ მივენდოთ უფალს, უფალი გამოგვიყვანს წყალზე, შრალით და გამოგვიყვანს უდაბნოდან წყლისათვის მიგვიყვანს, გამოგვიყვანს მწვანე საბალახოზე, დავით მეფსალმონი და ეზეკიეს უწერი ესეთ სიტყვები და თუ მე მენდობთ უფალს მათა ყველაფერი კარგად იქნება ჩემო საყოველთაო. მივიღებთ იმ გვირგვინს, მივიღებთ იმ სისავსით, რაც სისავსითაც ჩვენ მზად ვართ, შემივიღოთ ღვთისმადლი ჩვენ სულის ჭურში. მამო, ძალიან დიდი მადლობა. მამო, რამდენად სავალდებულოა, რომ აი ჯარისკაცი იყოს აუცილებლად მაზიარებელი, აღსარებელი. მე ყოველთვის ამ ბოლო ხანებში ვესწრები ხოლმე სამებაში და იქ ხედავ ხოლმე ჩვენი უწმინდესის, ჩვენი უნეტარესის და ყველაზე საამაყო ადამიანის, ვინც კი ყოლია საქართველოს ინიციატივას ილია მეორისას, რომ ყოველ წირვაზე ჯარისკაცები სულ დგანან ხოლმე და სულ ეცვლებიან ხოლმე გარკვეულწილად რაღაც კონკრეტული არც ბატალიონი ქვია, ხო? მე კონკრეტული ბატალიონი ყოველ კვირა დღეს აუცილებლად დგანან ხოლმე იქ და აი ძალიან მოხარული ვარ და ძალიან ისე ამაყად დგანან ხოლმე ამ წინა კვირას და ყოველთვის ხოლმე ეს უწმინდესმა ეს გამოუტანა საჩუქრად სამარხო ესეთი კამფეტები იყო და მიართვა და თვითონაც ისეთი ამაყია ხოლმე რომ დადექითო დაგლოცოთო და მამო რამდენად არის საჭირო აი ეს მომენტი ну რა თქმა უნდა უწმინდესმა რაღაცა ეს გააკეთა ძალიან სიბძნედებს ამაში დიდი და ის გარკვეულწილად ამ ადამიანებზე იმოქმედებს შემდეგში აუცილებლად მაგრამ რამდენად საჭირო რომ აი ესე იცხოვროს ჯარისკაცმა მამაო და ის ჯარისკაცი ვინც ესე არ ცხოვრობს რამდენს კარგავს თუ შეიძლება რომ რა თქვენ ზიარება ახსენეთ თუ მაგალითად არა ადამიანის პიროვნული შემეცნების უმაღლესი საფეხური რელიგიური პიროვნებაა აქედან გამომდინარე
უპირობოდ ვამბობ ახლა არა იმიტომ რომ დავუშვათ მე მართლმადიდებელი სასულპირივზე ვარ. ჩვენთვის და ზოგადად ესეც არის ქრისტიან სარწმუნოება, ჭეშმარიტ სარწმუნოება, დიდება და მადლობა უფალს ამ ყველაფერს ჩვენ ქართველებს საოცარი პატივით მივიღეთ ესა და შევიყვარეთ და ვერსახურებით დღესაც ეკლესიამ უმაღლეს ფორმით გამოხატავს ამას. ზიარება ქრისტიანული პიროვნების უმაღლესი სასულიერო მოქმედებაა, სულიერი მოქმედება. ზიარება არის მადლის ყველაზე მაქსიმუმი, მადლის საოცარი მოდინება. ზიარება არის გამტკიცება იმისა, რაც შენ სული წმინდით მოგეცა. თავისთავად ქრისტეს და ხორცი არის უმაღლესი სიწმინდე, კოსმიური სიწმინდე და ამაზე მეტი სიწმინდე არ არსებობს. შენში ყველაზე ახლოა ქრისტე და შენში ხორციელადაც კი შემოდის შენში. არა მარტო სულიერად არის შენში როგორც ღმერთი, როგორც უტასწენეტული უხილავია, არამედ როგორც ცოცხალი არსება, შენ არის კაცი. უფალი ხო იყო კაცი, სული კაცი და სული ღმერთი. აი ესეთი შენში შემოდის და საოცარი ძალმოსილებით იმუხტება ქრისტიანი. და ვერ გეტყვით იმას ეს სულიერი შინაგანი განცდებია. ახლა ამას თეოლოგია ადამიანი მიცეცეს გარუცნია ძნელად თუ გაიგებს, მაგრამ ეხლა მე ცდილობ რაღაც ემოციურ ფორმით გამოვცი, იმიტომ რომ მართლაც შინაგანია ეს ყველაფერი, ესა ძალიან სუსხვა კაცი ხარ, სუსხვა ადამიანი ხარ. როცა ეზიარები და გამოდიხარ იქიდან. მით უმეტეს როცა შენ ამ შემთხვევაში ჩვენ წინაპართაგან უამრავი ომის ველზე ეზიარებოდნენ და იგივე მარადის ომში 4 ეპისკოპოსი იყო, ომის მონაწილეებიდან 2 დაიღუპა, უამრავი ბერთა ლაშქარი დაიღუპა. ყველა ომში ყველა ეზიარა ბრძოლის წინ და ისე შევიდნენ ბრძოლაში. ამით უმაღლეს ქრისტეს მოწამეობით გვირგვინი მიიღეს. უკვე იცი ვინც დაიღუპა, ყველა ქრისტეს მოწამე გახდა. მე ახლა მინდა გითხრათ თავი რა ყველაფერი პატრიარქის საოცარ ნათელ გონებაში და ხურვარე მოსიყვარულე გულში ჩაისახა ყველაფერი. დიდი ხანია 10 წელზე მეტია ყველაფერი ეს ჩალაფიქში შემდგომში დაიწყო ამის განხორციელება ჩვენი ორგანიზაცია ღუდების მიწვევისა შეერაღებულ ძალებში და ყოველთვის ხორციელდებოდა ეს და აი ხო ბოლო რაღაც პრობლემის გამო იქ შეწყვეტილი იყო ცოტა ხანს. ეხლა კიდევ როგორც მოგეცა საშუალება ჩვენ ყველა პატრიარქის თხოვნით ყველა აღვადგინეთ ეს ლამაზი ურთიერთობა ეკლესიასა და შეერაღებულ ძალებს შორის. თუნდაც პატრიარქმა თქვა რომ დაენახა ხალხს თუ როგორ ერთობა ეკლესიისა და შეერაღებულ ძალებისა, თუ როგორ ერთობა ეკლესია და სახელმწიფო შორის. ხა როცა ყველა სახელმწიფოს სიმბოლო ნიშანი მომიტევეთ, ახლა შეიძლება სახელმწიფოებრიობად არის დავუშვათ პრეზიდენტი ან პარლამენტი ან დავუშვათ სხვა სახელმწიფო ორგანო, მაგრამ ხელისუფლებას სახელმწიფო ჯარი გამოხატავს. არ როცა ჯარი დგას, ნიშნავს იქ სახელმწიფო დგას. და ჯარი სახელმწიფო არის ერთი, თან ესეთი მწკრივა ჩალი როგორც გალავანი, როგორც ზღუდე დგანა, როგორც სამანი ისე დგანა ჩვენი ბიჭები და საოცარი სიხარული. თავიდან რომ დავიწყეთ, ვეგონა რომ ხარ შევაწუხებთ მეთქი ბიჭებს. ეხლა ძალიან შორი და მოდიან ჩემო საყო. ახლა წარმოიდგენია დასავლეთ რაიონიდან რომ ჩამოვლენ ბიჭები, გამოსულები დილით 4 საათზე, ჩამოვლენ აქ, დადგებიან პატრიარქთან 9 ნახევარზე 8 საათზე დგანან უკვე და 12 საათზე პირველ საათზე თავდება წირვა. ვიფიქრე ხარ დაიღლე. ისეთი საოცარი სიხარული უხარია. ისეთი ბუნდებიან უკან, ისეთი ამბავი ჩააქვთ მე ბიჭებთან გვირეკავენ და გონებიან არ შეიძლება უფრო მეტი დავდგეთ რომ უფრო მეტი ვიყიდ, ხშირად მოგვიწიოს ყველაფერი და ჩვენ განდეგი გავწერეთ და ყველას უწევს, ყველა ქვედანაყოფს უწევს. მე გარკვეულ რაოდენობაში წელიწადში 2 ჯერ ან შეიძლება მეჯერაც მოუწიოთ დღესასწაულებში როცა გადავა ყველაფერს, მაგრამ ისეთი პატრიარქის ცოცხალი ხილვა, პატრიარქის დალოცვა, იმით იგილოცება იქ ქვედანაყოფი რომელიც ქვედანაყოფით გას იქ ჩვენ ბიჭები რომელიც იგიდან და გავაცილეთ ეხლა მისიაში ერახში, ალბათ ამაზეც გექნება საუბარება ვერაფერით ალბათ ამაზე. ხო. და შეიძლება პატრიარქის საჩუქარი რომელსაც პატრიარქს ბავშვით უხარია, იცით? არ ვიცი, საოცარ როგორ თავზდება ეხლა მიკითხავ როგორც უფალმა შეერთ ადამიანში სული და ხორცი და თვითონ არის ქრისტე კაცი და ღმერთი, ისეთია პატრიარქში უდესი ბავშვი და უდესი ბრძენი კაცი. და როგორ უხარია მასეც იქ არიან და როგორ სიხარულით ამბობს ხოლმე მოძღვარი მოყვებათ მათ მოძღვარი შეგდიშიგნით ცოცხალ კონტაქტ მხარდება საკურთხეველსა და გარე ბიჭებს შორის და დამიჯერე ძალიან დიდი სიხარულია, უდესი სიხარულია. ახლა ბევრმა შეიძლება წავარად შეერაღებულ ძალებს და ვერც ნახოს ეს ახლოს პატრიარქი. ეს მის ისტორიული მისია, ეს მის კადრებში ყველა ბიჭი ხვდება. პატრიარქის და ჩვენი ეკლესიის ისტორიაში ჩაიდება დოკუმენტალურად. მე მისი შვიდაშვილი ნახავს რა წარმოიდგინეთ ეს სიხარულია ესა. ნამდვილად დამიჯერე ძალიან სიხარულია მე ყოველ წუთს, ყოველ კვირას, როცა პატრიარქთან დადგები და მოუწევთ სახურება და ახლა მე მინდა იმ კვირას ვახსენო ის რომ ამ კვირას იქნება ყველა ჩვენი დიდი ჯარისკაცები ანუ ჩვენი კადეტები, ჩვენი ყველაზე პატარა სამხედრო ბიჭები, რომელიც ქუთაისში კადეტთა კორპუსში სწავლობენ, სამხედრო ლიცეუმში სწავლობენ, მათ ამით მოძღვარი ჩამოყვა და ეს ლამაზი ბიჭები, მართლა შვილები ჩვენი 14-15 წლის ბიჭები, აი პატრიარქს დადგებიან მასთან ერთად, რომელიც იქნება ჩვენი შეერაღებული ძალების შემდგომში უკვე მტვირთველი ამ სიმძიმისა შეერაღებული ძალების სიმძიმისა და ისინი გაალამაზებენ პატრიარქს და გაალამაზებენ თუნდაც გაილამაზებენ სულ პატრიარქთან
ურთიერთობით. მე თვითონ დაუწყო დააკურთხოს აი ჩვენი სახელმწიფო და ეკლესია შორის ურთიერთობა, აი დიდი კურთხევით როგორც პატრიარქმა გააკურთხოს, ნაკურთხი ეკიდება ზეციდან უფლისმიანი და ჩვენი ზეციო საქართველოს წინაპართა მიერ. ეხ ძალიან დიდი მადლობა მამო. მართლაც მიამაყება ჩვენი უწმინდეს გადაწყვეტილება, თვითონ უწმინდესიც მიამაყება და აი ამ ახალ ხელმძღვანელობასაც ძალიან დიდ მადლობას მოვახსენებ და ისე ძალიან შემაყვარეს თავი და ისე ძალიან მიყვარს, რომ ელემენტარული ძალიან მაგარი არჩევნის გულისთვის უწმინდესი სიბძნეც ხო იყო იქ, მაგრამ მამა დავით რო არ გახსენოთ, რომ თქვენ რო ბრძანდებით მათი უფროსი მოძღვარი, აი ჩემთვის სიამაყეც არის და თქვენთვის არის ძალიან დიდი და უსწორესი გადაწყვეტილება, ერთ-ერთი რაც კი მომხდარა მე აი ახლა რასაც ვადევნებ ახალ მთავრობაში თვალყურს. ზარი არის ეთეში მადლობა მინდა მოგახსენოთ უბრალოდ და აი ჯარისკაცებს მინდა რომ მიულოცო, იმიტომ რომ მადლობა უფალს, მადლობა ხელისუფლებას. აი მამა დავითის ყოველი წუთი ახლა ვიზო გავხონმე რა მამა დავითთან გატარებული ეს წუთები არის ჩემთვისაც და ჩვენი სტუდიისთვისაც ავიცი ძალიან კარგად დასამახსოვრებელი სულ მადლობა მამაო რა ამისთვის ზარი არის ეთეში შემოუშვებ გისმენთ ალო გისმენთ ალო მისმენთ დიახ დავლოცეთ მამაო მე დავლოცოთ შევიცოცხლ ალო დიახ გის ბრძანეთ ქალბატონო დავლოცეთ მამაო მე თან დავლოცოთ მე დიდი პატიება მინდა მივიღო თქვენგან რომ სულ სხვა საკითხზე გაწუხებთ მამაო იმიტომ რომ თქვენი სულ სხვა თემაზე იქნებ ეთერს შემდეგ დარეკოთ ქალბატონო შეგაწუხოთ დღეს თქვენი რადიო და სადაც ახლა თქვენ ბრძანდებით კარგით ისა ქალბატონო კარგად ზანდებოდეთ სხვა თემებს და პოლიტიკურ რაღაც ისეთ თემებს არ ვეხებით ხოლმე ჩვენი რადიოდან სხვა ეთერებიც არის და იქ დარეკოთ შეგიძლიათ ზარი არის კიდე ეთერში გისმენთ გაითიშა მამო აი რამდენად აი ჯარისკაცისთვის რამდენად მამო სავალდებულოა რომ სიტყვაზე და თუ რამდენად შეეწირვების როცა ის ხელფას რაღაც გარკვეულწილად იღებს და ემსახურება სხვა სამშობლოს ჯარისკაცი სიტყვაზე ეს არის მაინც რა ის სიტყვაზე მე შევეწირე სიტყვაზე ნებისმიერ სხვა ქვეყნის იმას აი თუ შეიძლება და ეს ღვთის წინაშე თუ შეიწირვის და თუ არის სწორი. მე წეგანმა თქვი რომ მეომარი რამოდენიმე სიტყვაში ემსახურება ეს არის მეომრული ღირსება პირადად პროფესიონალი მეომრისა არის მეორე ღირსება სამშობლო დამცველი მეომრისა არის უფლის დამცველი მეომრი დავითად მოიცავს სამშობლოსაც და დავითად მოიცავს ადამიანი რომელიც მიაღწია გარკვეულ პროფესიულ სიმაღლეს და თავისთავად ნახა მეომრული რაღაც ნიშნები, თუნდაც უშიშრობისა, თუნდაც ხმლის თუ ასე თუ იარაღის ტექნიკური ხმარებისა და ის გამოიყენებს არა თავის სამშობლოსთვის, არა უფლის სამსახურისათვის, არა თავის პირადი მოგებისათვის, მხოლოდ ამისი მეომრული, პროფესიონალური თვითრეალიზაციისათვის. რა თქმა უნდა, ის დაბალ სტატუსით მსახურებს და მართლაც საუბრობ. ამიტომ ამ სხვაები ხომ არის მეომარი და მხედარი არის ბოევიკი, პირობითად ამ ტერმინს ვიხმარ, ბოევიკი, რომელსაც შეუძლია მიაღწია თუნდაც ძალიან მაღალ სიმაღლეებს პროფესიული თვითრეალიზაციისა თუ პროფესიის ხარისხისა და ნებისმიერ ქვეყნის სამსახურში შეიძლება ჩადგეს ეს მის პიროვნულ ღირსებას აკნიებს. თუნდაც კიდევ ახალ შემთხვევაში და თუ ეს გრძელდება ხშირად და ხშირად, დამიჯერეთ მასში ხარისხი მეომრული ღირსებებსაც იწევს დაბლა. არ შეიძლება რომ ემსახურებდნენ დაბალს და არ დადიოდეთ დაბლა. იმიტომ რომ ჩვენ როცა ვირჩევთ იდეას ემსახურებ, იდეა ჩვენში ზრდის, ჩვენში თავისთავად იდეას, შინაგან ჩვენ იდეას. თუ ჩვენ ემსახურებით კიდევ ახის სამშობლოს, მიწიერ სამშობლოს, ჩვენში მიწიერ სამშობლოს იდეალი ცოცხლება და მოქმედებს. თუ ჩვენ ვემსახურებით ზეციურ სამშობლოს, ანუ უფალს ვემსახურებით, ჩვენში კიდევ უფრო იწევს ეს იდეა და მას მიმსგავსებაში გადავდით. ჩვენ ქრისტეს ვემსგავსებით ამ შემთხვევაში თავში შინაგანი ჯვარცმით, თავში ქვეყნისთვის თავდადებით და უფალი მოყვასით თავდადებით. ეხლა ზოგადად ჯარისკაცი მეომარი რო ავიღოთ, აი ნახეთ ესეთ რაღაც ვთქვათ. ჩვენ უფალმა თქვა, შეიყვარე მტერი შენი, ვიცოთა მოყვას შენი, შეიყვარე მოყვას თავი შენი. და უმეტეს სიყვარულის არავის აქვს, რომელიც დაძდოს სულითვისი მოყვასთა თვისთათვის, მეგობართა თვისთათვის. ამ შემთხვევაში ჩვენ ქრისტეებს გვევალება თავი დავდოს ჩვენი მეგობრობისთვის. გვევალება ყველა ქრისტიანს, მოდი პირობითად ვთქვათ, მაგრამ ამბოლი ამოს არა გევალდებულებათ, არა უმეტეს სიყვარული არავის აქვს და ვისაც უმეტეს სიყვარული აქვს, ის დაკეთებს და დებს ამას. ჩვენ ვიცით, ბევრი ქრისტიანი გვინახავს, რომელიც ჯვარიდან გამოუხსნია თავისი შვილი თუ მეგობარი თუ ახლობელი და მრევლის წევი და თვითონ გაკულა ჯვარზე, მე ვიძახი ბაშებსა დევნის პერიოდი იყო. ან თუნდაც სხვა შემთხვევები, უამრავი შემთხვევა ყოფილა ასე შემდეგ. მაგრამ ეს თუ მაგალითად სამოქალაქო სექტორს ევალება მისი პირველი არჩევნების არჩევანიდან გამომდინარე, მის პირველ თავისუფლად გამომდინარე, ის შეიძლება შეეწიროს, შეიძლება არ შეეწიროს. ჯარისკაცს ეს ევალდებოდა პროფესიონალურად.
იგი ვალდებულია მოკვდეს მოყვასისათვის. ის მისი პროფესიონალური მოვალეობაა. მოყვდეს მოყვასისათვის, რომელსაც არ იცნობს საერთოდ. შეიძლება არც იცნობდეს, ახლა მაგრამ შეიძლება მის უკან ცნობიერებაში იდგეს მისი ოჯახი და რაღაცა, მაგრამ შეიძლება პირველად უცნობ ის ვალდებული ამას ეს გააკეთოს, მაგრამ როცა და ჯარისკაცი ამას აკეთებს, არა მოყვას სიყვარულსაც და არა სიყვარულსაც ზოგადად, არამედ თავისი ფულისა და როგორც მეომარი თვით რეალიზაციებსაც, რა თქმა უნდა ის ამას თვით შეწირას არ გააკეთებს, ის ყოველთვის იქნება, გადარჩეს და თასება შეასრულოს ის მინიმუმი, რაც მას ევალდებოდა, როგორც სასყიდი დადგინებული და როკის პაერ კვადრი ამას მოსყიდვით მოიყვიდა ხოლმე ჩვენ ადრე ჩვენი წინაპრები იყიდნენ ჯარს საფასი. რა თქმა უნდა ის ვერა ვამსიმაღლედი მას აი რომ გამასაო ტერმინოლოგიად მე იმიტომ ვამსხვავებ ამას ბოებისა და მეომარს შორის მეომარი თავის სამშობლოს იცავს ის ღირსეული მეომარია რა აღსალაბრი წარუნა იყო და ეს სწორედ აი ამ უდეს სიტყვის ხდებიან ერთმანეთს როგორც ღირსეული მეომრები და მოქალაქეები თავისი ქვეყნის პატრიოტები თუმცა ლაპარაკობ ამ შემთხვევაში ქრისტიან მეომარს მაღალი ალამი აქვს უფლის სამსახურისა ჭეშმარიტ ღვთის სამსახურისა ჭეშმარიტი ღვთის მიწის სამსახურისა დიახ ძალიან დიდი მადლობა მაგრამ აი ესეთი კითხვა მაქვს აი სულ მინდა ვთქვა ხოლმე თან აი რაღაც მეშინია მორიდებით რაღაცა რო ახსენო იმათ მაგრამ ესეთი შემთხვევა რო იყო როცა ჩეჩნეთი დაიპყრო ხო რუსეთმა იქ ერთ-ერთი ჯარისკაცს მოკვეთეს თავი 16 წლის ბიჭს თქვენც გექნებათ გაგებული და აი ამ 16 წლის ბიჭს იხსენებენ როგორც წმინდანად ამ დროს დამპყრობელი რუსეთის ჯარისკაცი იყო და აი როგორ შეიძლება მამა ეს აი ჩემთვის მაგალითად მე ცოტა ისე უყურებდი რა რომ აი აქ რაღაცა მირონი მოდის რაღაცები ხატი ჩამომიტანის რაღაცა და ძალიან შემეშინდა და თან ერთს უთხარი თან რაღაცა სათუთი თემაა ხა რა ჩემი ამ პატარა კაცის განსაკითხია მაგრამ აი როგორ შეიძლება მამა ეს ადამიანი ჩაითვალოს ისეთ მე ხა პიროვნულად მაგაზეც რო არის აი არა მე დავიგე თქვენი კითხვა და გავხსენ პასუხს შევეცდები გავცა პასუხი ეს და მართალი იყო საკუთარ თავთანაც და მართალი იყო ტელემაყურებელს და თქვენი მართალები იყო მე წინათაც თქვი აი ამ წინა კითხვაში იყო ესეთი რაღაცაც ამის შესახებ მომიწია საუბარი და მოდი ეს უკაცრი ვიქნები ხა დავაკონკრეტებ უფრო ამას არა დრო არა სიკვდილის სახეობა განსაზღვრავს ადამიანის წმინდანობას აი კატეგორიული ვიქნები დავშვა დამოპროცედი პრინციპული გამოხატავ არც ერთი არ დრო არც სიკვდილის სახეობა არც მომენტი არ განსაზღვრავს ადამიანის წმინდანობას ადამიანის წმინდანობას განსაზღვრავს მისი შინაგანი სტატუსის სულიერებისა თუ ის ადამიანი იმ დროს იყო იმ სტატუსით მაღალი სულიერებისა ატარებდა თავის საკუთარ თავში ამას ანუ ქრისტეს სახეს ატარებდა რა თქმა უნდა ეხლა ის კლდიდან გადავარდებოდა შემთხვევით პირობით ლაპარაკობ შემთხვევით თუ ტყვია მოკდებოდა თუ თავს მოკვეთავდნენ რა თქმა უნდა ეს ერთი მნიშვნელოვანი იქნებოდა ამ შემთხვევაში რადგან ანუ სიკვდილი არ განსაზღვრავდა ამას მაგრამ მოდი ვთქვათ ეხლა თუ რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას მე ეხლა აი დამპყრობელი ქვეყნის ჯარისკაცი დამპყრობელი ჯარის ამ შემთხვევაში აი მოდი ეს რუსული გზა გავიარო დამპყრობელი ჯარისკაცი ჩავიდნენ გაიწვიეს ჯარში უბრძანეს მას ასულიყო ეომაი ქვეყნის თუ მას ცნობიერებაში მქონდა რომ ის მტერი იყო და სამშობლოს ემუქრებოდა და ასე იდეოლოგიური დამუშავების მომენტზე ლაპარაკობ შემთხვევაში თორე ბიჭი რო იაზრებდოს ის მას არც რუსების პირობით ლაპარაკობ არც არსებობდა სახელმწიფო და იქ არსებობდა ჩეჩენები და ჩვენ თანამეგობრებო თანამოძმენი ვიყავით ასე ეს ფაქტი არსებობდა ეს რო ცოდნოდა მაშინ რა თქმა უნდა სხვანაირად შეხედავდა მომენტს იყო თუ ეხლა ეს არ იცოდა და ან დაიშადა შიშის გამო წავიდა და მე მოხდა მაგრამ რატომ მოკვეთეს მას თავი ეხლა მე დაწუნება მე ვიცი ეხლა შეიძლება ის ხო ჭირის გამო ან შესთხოვეს უთხეს დაუშვათ იქ რომ მიიღო რელიგია ან შეეცვალა ეს რელიგია და ეს იავთ ხოლმე თუნდაც ამ შემთხვევაში ავიღოთ ჩვენ მაგალითად ჯალალადინის შემთხვევაში მივიდნენ რომ იქ შეეცვალა კათოლიკე რელიგია არც მოკლავდნენ მას და აბა გააწინა ქართულობისა შეიძლება იყო ქართული ის ნაწილი რომელიც ფეხი დააგაკიდება წყო გადაიჩინა სული გადაიჩინა სიოცხლე მიწის სიოცხლე გადაიჩინა გაუშვეს ანუ ესე ბრმად არ ხოცავენ ხო იქ რაღაცა კითხვა ჩდება უნება რომ შენ მოხალ თუ არ შემოხალ აბა ისკენი და აბა შენ ეწყობა შეიაგინია დაუშვათ იმან თუ ის კაცი არ აკეთებს ამას მაშინ ხდება ის კლუბების მომენტი თორე თავისთავად რუსი დამპყრობელი იყო იმ შემთხვევაში რა თქმა უნდა ამას არ უნდა ბჭობა და რაღაც ამიტომ ვამბობ რომ როცა გადმოვა ის თვითონ რუსმა უნდა იცოდეს მოდი ასე ვთქვა ეგრენტე ბრანჩამს სიტყვები შენ რო გადახვალ სხვის საზღვარს უკვე იცოდე რომ შენ აღარ ახარ პირობითად შენ აღარ ახარ ის რა მოქალაქე რომელსაც შენ თავში ატარებდე შენ ქოს მოქალაქე შენ ხდები დამყრობი ზოგადად გინდა სამი საზღვარი გადალახე და სამი ქვეყანა დაიპყრე და გინდა მთელი რეგიონი დაიპყრე ყოველი საზღვარი გადასვლა შენში უნდა იწდეს შინაგან პროტესტ რომ არ გადავარ ამ საზღვარს ეს არ არის ჩემი სამშობლოს მიწა მაშინ მე ხდები იმპერიის ნაწილი შემადგენელი თავისი უარავი ნეგატიური ყველაფრით რაც იწვევს შაბლოულ ჯამში ამ მასიურ დაუშვად ხალხის ზემოქმედებას და სხვა გაყვანას სხვა ქვეყნის დასაპყრობად თუმცა ვამბობ რამ შემთხვევაში თქვენ ლაპარაკობთ მას თავის ახსნა აქვს ეტყობა იქ მოთხოვეს ამ ადამიანს რაღაც უარყოფა იმან უარყოფით უპასუხა და ამიტომაც მიიღო ეს თორე ჩვენ ვიცით შემთხვევები როცა
ავღანეთში იქ უამრავი რუსი გადავიდა, შეიცვალა რა დაუშვა-წმუნება, გადავიდა გადარჩა ცოცხლად და შემდგომში დაბრუნდა კიდევაც იგივე ისლამის სამღიარებელი დაუშვა თავის სამშობლო ტერიტორიებზე და ზოგი გრძელდებოდა, ზოგი აგრძელდებოდა, ხლავი ზოგი იქნებოდა იქ, მაგრამ ასე გადაიჩინეს მეომრება თავი და თუმცა კიდევ უამრავი იყო, რომელსაც აბა დაუარი თქვა და იქ დახოცეს აი ამ თუ სხვა ფორმით. შეიძლება რომ ჩაითვალოს ხო? შეიძლება შემოსაყვალ კიდევ მაგრამ მაინც ზოგადად ეს ფორმა იქნება არათავისთავად მაგრამ უნდა იცოდეს. რატომ ის მომენტო შეგნებული ნაბიჯი და მე მეს გონია რაღაც შემთხვევითობ არ არსებობს გარკვეულწილად ადამიანი არ იმზად ამისთვის რაღაც შინაგანად შეიძლება ეს მომენტი და შეიძლება ვიღაცისთვის 20 წელი მთელი ცხოვრება გრძელდებოდეს ეს დავუშვათ ბერული ხაზია და გამითარებისგან დავუშვათ ვიღაცაში ცოდვის გამო შემოდის რაღაცა ღვთის შემეცნება რა ვიღაცაში შეიძლება უცებ მოხდეს რა ღვთის სული წმინდა რასაზღვარი აქვს ვინ დაუდეს მას საზღვარს შეიძლება უცებ მოხდეს მასში ეს განათება და მე მგონია რომ ადამიანი რომელიც ესე იღუპება დავუშვათ მაინც თავისთავში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ის დაიღუპა რაღაც ქრისტესთვის ამ შემთხვევაში შეიძლება ესე ვთქვათ თუმცა კიდევ ვიზახი მისი აგრესიული ფორმა მისი გადმოსვლის სახელმწიფოს გადმოსვლისა გამართლებაც არ შეიძლება ქონდეს ამას ეს დაბალი მოქალაქეობრივი და შემეცნებითი საკითხია მის პიროვნებაში თუმცა ხშირად ჯარისკაცს არ აქვს არჩევანი გამიჯერეთ რომ ესეთი თავისუფალი არჩევანი აქვს თუმცა ჯარისკაცი არ უნდა იყოს ბრმა იარაღი ვიღაც ხელში არ შეიძლება სხვის ტერიტორიაზე გადახვიდე და ის სხვა ქვეყანა დაიპყრო თუმცა დღეს საზღვარი პირობითად ხდება ახლა მაინც მივიდივართ ეგეთი როგორც ვთქვათ საზღვარი პირობითი ხდება ეს დედამიწა ერთ ყალიბდება ერთ დიდ საზოგადოებრივ ორგანიზაციად ყალიბდება ეს სოფლის სტრუქტურები ერთში ერთიანდება ერთი საფინანსო სისტემა ერთი საბანკო სისტემები და ერთი პოლიტიკური სისტემები ყალიბდება და ახლა ჩვენ ხო ვიცით აკეთე მივიდივართ ყველა დასაწყისია დედამიწა დასასრული ექნება როცა დადგება ჟამი როცა გველეშაპი პირს ჩაიდებს პირში დედამიწა გარეშე მოეწერება და შემოიწერს მაშინ დადგება სოფლიო გაერთიანდება რაღაც ერთი ნიშნით ეხლა პირობითია საფრთხეები ეხლა დღეს საზღვარი ფაქტობრივად აღარ არსებობს პირობითია ვამბობ იმიტომ რომ იქაv საფრთხე რომელიც მაგალითად სხვა კონტინენტზე ჩნდება შეიძლება შენ გემუქრებოდეს პირდაპირ დროიში და ეხლა დღეს ატომური ბომბის აფეთქება მთელ დედამიწას ემუქრება ეხლა შენ სხვა რა ტერიტორიას არ უნდა აფეთქდეს ესე იქნება შემოსაყვარო ამიტომ ეხლა რაღაცა ეკოლოგიური მოვლენა რომელიც გაშლილია მთელ განსაკუთრებულად ცივილიზებულ სამყაროში თელ სამყაროს მოიცავს მე იმ ქარხანას ავაშენებ თუ არ ავაშენებ ნაკლებად გადამწყვეტი იქნება იმიტომ რომ იქ სხვათა მუშაობს ქარხანა რომელიც წამლავს თელ ატმოსფეროს და ოზონს და ასე შემდეგ და ნადგურდება ხეები და ასე შემდეგ ამიტომაც ახლა ჩვენი ხო გარკვეული რაღაცა უწევსას სოფლსა საზოგადოებას ძალიან გადაეჯაჭო ერთმანეთს და ეს ახალ ეტაპზე შევდივართ გარკვეული გამონაკლისები არსებობს ხო რაღაც არსებობს რომელსაც თავის ახსნები იქნება მე ჩვენ მაინც გარკვეული და ახალი ეტაპი დგება ადამიანის ჩვენი დედამიწის ცივილიზაციის განვითარებაში და ეს ახალ მიდგომის სიტყვის თავისთავად მიდგომი ყალიბდება და ჩვენ ამ მიდგომზე გამოწვევს უნდა ჩვენი კუთხით შევაფასოთ ეს ყველაფერი ჩვენი ქართული ჩვენი ტრადიციული ჩვენი მართლმადიდებლური კუთხით შევაფასოთ ეს მოგვიწევს ჩვენ დიახ ძალიან დიდი მადლობა მამაო ესეთი კაი საუბრისთვის აუცილებლად თქვენ იქაც ეთერს გარეთაც ახსენეთ და აუცილებლად ისეთ პატივს ვცემთ თუნდა აი რაღაცა ნუგეში სახით თუ შეიძლება რომ იმ გმირების მშობლებს რომლებსაც მე ძალიან ვაფასებ და ძალიან მიყვარს ეს ადამიანები რომ ესეთი რაღაცა ღმერთმა რომ გამოყოთ ესე და ესეთი შვილები რომ მოგცათ რომ ამ ქვეყნად 7 გმირები და მართლა 60 გვრიტები თუ აი როგორ დავარქვა აი იმ ადამიანებს თუ შეგიძლიათ მამაო რომ ორი სიტყვით რაღაც უთხრათ იმიტომ რომ მე რო ჩამოვილი ხოლმე იქ ამაყად დედები შავებში დგანან ხოლმე და აი სხვა ჭირისუფლებს არ გვანან რა აი სხვანაირი სიამაყით რაღაც აი ღვთისმშობლის სტატუსში რო არიანო თითქოს აი ესეთი სიამაყე აქვთ რომ აი ესეთი ყველას ყავს გარდაცვლილი და ყველას რაღაც მაი სხვანაირი მწუხარების პატრონები არიან და თუ შეიძლება მამაო რომ აი იმ ადამიანებს რაღაცა ვანუგეშო და კიდევ ერთხელ უთხრათ დიახ ნელია მე ნუგეს არ ვიტყვი შემოსაყოთ ნელია და ანუგეშო რომელსაც შვილი დააკარგა რომელსაც მე საოცრად წრემლი მინახავთ ამ 2008 წელს ისეთი ტრაგიკული მოვლენების მომსწრე გავხდი რომ ძალიან ძნელი ერთი დედა მერეკავდა მეუბნება ისე მომენატრაო ეხლა ამ მინდა რომ ამოვთხარო და ჩავეხუტო აი რა უნდა ანუგეშო ამ დედას ნუგეში თვითონ ღვთის წიაღში უნდა ეძებონ თვითონ უფალმა ჭეშმარიტად ვაჟკაცები ჩვენი ზეცაში წაიყვანა თავისთან იქ მათ ზეციულ ტრაპეზთან პურობენ ისინი მათთან ერთად თავის ზეციულ წინაპერთან გაერთიანდნენ და ვაჟკაცთა ჩაიკრეს ეს კერჩი და ზეციდან გლოცავენ ჩვენ და გვანუგეშებენ და გვაძლიერებენ თავის გაღებული იმ სისხლით მათი და ოფრი დააღრული ოფრი რომის საფრთხოს მიწა შეერია ვანუგეშო მინდა იმით რომ ემსგავსო მათ მიწიერ გმირობას ჭეშმარიტად გმირი დედები არიან და მინდა რომ
ქედი მოვიხარო მაწინაში, მუხლი მოვიყარო, ხელები დაუკოცნო, ვანუგეშო, მოვეფერო, აღზარდონ მათი შვილები შვილება, ღირსეულ მამების კვალში დააყენონ ისინი, უდეს წესმადად გამაყია დედა, ვიცაც სამშობლოში შეწირა, ჭეშმარიტი გმირია ისა, ის დედები რო ყოფილიყო გმირები, ეს დედები, ესე შვილები ვერ გაიზრდებოდნენ ჩემო საყვალო. ამ დედები, დაღუპული ბიჭების დედები, ვინც გმირება წარმოაჩენს საკუთარ თავები, ათმაგად გმირები არიან. ის დღევანდელი ყოველი დღე მათი ცხოვრებისა კვლავ ახალი სიკვდილია და კვლავ ახალი ცნობა შვილის გადაცვალებისა. როგორც თვალს გაახელენ პირველი შემოდის ჩემი შვილი აღარ არის და კვლავ ხელახლა გაემციან ამან. ის ჩვენ თუ გმირი ერთხელ მოკვდა, გმირი დედა ყოველ დღე კვდება. მაგრამ მე მართლა სიამაყეთი არის დედო, თავაწეული არის ჩემო საყვარელო, თქვენ მართლა მანდილი თქვენი დედობისა დროშა ხელაწეული გეჭიროთ და იცოდეთ თქვენი შვილი ჭეშმარიტ ღვთის სამსახურში შეეწირა, ჭეშმარიტ თავის საყვარელ სამშობლოში შეეწირა და ჩვენს ქვეყნის მომავალ შეეწირა. თქვენი შვილები და ჩვენი შვილიშვილების მომავალ შეეწირა. იყავით ამაყა და ღირსეულ მას სამშობლო არ დაივიწყეს. იმედი მაქვს რომ ვიდრე საქართველოს იქნება მანამდე მე მინდა ცოცხალი სულთა დარჩენს უთხრა ვიდრე მათ თავინდი გმირები ახსოვს. როცა ერი თავის გმირებს დაივიწყებს და მათ პატივს აღარ მიაგებს, ის ერი კვდება და სახელმწიფოც კვდება. დიდება ჩვენს გმირებს, დიდება მათ დედებს და მშობლებს. ძალიან დიდი მადლობა მამა. უზანებისაც 2 წუთი დარჩა. კი თუ შეგიძლიათ თუ რამე გნებავთ მამა რომ დაამატოთ. ალბათ სიხაურით მინდა აღვნიშნო რომ როგორც გავიგე იუბილეა 3 წელი შესაძლოა. როგორც კი გაჩნდა ეს რადიო ჩემთვის ძალიან სამოგეშო თუ რადიო მაქვს ჩართული და ეს რადიო ტალღა 105-დან 0 ჩემთვის ძალიან საყვარელი გახდა ძალიან აი ესეთი ჩვენ თანამოაზრეობა ვიგრძენი ინსტიტუტში ჩემს უკან დგას ხალხი რომელიც იგივე ტკივილით ტკივა, იგივე სატკივარზე ფიქრობს და იგივე მიმართულებით იღწვის და სამშობლოსთვის გაიღოს ყოველი წუთი დაოფლი და სიტყვა რომელიც მჭრელია მახვილზე უფრეთ თქვენგან მოდის თქვენგან ეცნობა ყველა დიდი მრევლი თქვენ აყავთ და ამიტომ დაგლოცავთ თქვენ ბენთა ბედნიერებას გისურვებთ დიდხანს გემსახუროთ მართალი ღვთის სიტყვით და თქვენი გადაცემების წარმატების უსულები იყოს უკეთესი და უკეთესი. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ თუ ივლით ხოლმე და თქვენაირი მოძღვრები, აი ჩემთვის მაგალითად აი ვიცოდი დღეს რომ გამომივიდო და ერთ-ერთი ყველაზე კაი ეთერი, იმიტომ რომ თქვენ მობრძანდებოდით და ძალიან დიდი მადლობა მამა დავით ამისთვის. მამა დავით ლონდარიძე იყო დღეს ჩვენი სტუმარი. აი მართლა მინდა რომ აი გულით თქვენს ოჯახის წევრს და ყველა უწმინდესაც რომ აი ესეთი სასულიერო პირები ყავს და ესეთი ადამიანი რო ბრძანდებით და თქვენ გვარს ძალიანთ მოუხადო ძალიან დიდი მადლობა აი დიდი სიამაყით მართლა და ჯარს მინდა რომ მოგილოცოთ რომ უბრალოდ გილოცავთ რომ მამა დავით ლონდარიძე ყავთ მართლა გულით მე გემშვიდობებით იქით და სამშაბათამდე მე გახლავართ გიორგი დარასელია საღამოს 9:00 დაგიბრუნდებით